შეყვარებული ვარ და ეს მანქანა მიყვარს. მართლა გემოვნები. არ ვიცი რატომ, მაგრამ მევასება და მოგვიწევს ყიდვა მე როგორც ვატყობ. როგორია? მიდის? გვიხდება? თუ ჩვენ უხდებით სუპრას. სუპრა გვინდა. ულამაზესი სუპრა, რომლის დამატებები აი მთლიანობაში ისე მომწონს ეს სუპრა, რომ არ ვიცი. სიამოვნებით ჩავდებდი ორჯერ იზის და ისე ვატარებდი. სუპრა მინდა. ანუ ძალიან მაგარია. ნელ-ნელა ვფხიზლდებით, ნელ-ნელა საერთოდ აზზე მოვდივართ, რისთვის მივდივართ ფოთში. დღეს ვყიდულობთ ახალ მანქანას. ეხლა ვზივარ იმ მანქანაში, რომელიც ყავს 10 წელიწადი, ანუ 10 წელიწადი. წარმოიდგინე, რამდენია, ხო? ბაზარი არა, იქ ხან რაღაც დრიფტ-კარებს ყიდულობდით, ხან F92 ვიყიდეთ, ხან სილვია დავამატეთ, სილვის ნაწილები, ხან 10 ლიტრიან ჩელენჯებში ვისროდით ფულებს $800, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა ის მანქანა, რომლითაც უნდა მე არა ქალაქში. და არც აღვიქვავდი ამას რა. და დღეს ძლივს დადგა ის მომენტი, როდესაც უნდა შევუკვეთოთ ახალი ავტომობილი, ჩემი პერსონალური, რითიც უნდა ვიარო ქალაქში. ეხლა მივდივართ აუტო იმპორტში, გადავხედავთ რა მანქანებია, ბრავი ბაითნაუზე, სუპრა, არა მგონია იაფად ჩვენ ვიყიდოთ, არ გამოგვივა. მაგრამ მაინც ვნახავთ რა. ალბათ უფრო აუქციონის თემას ჩავუჯდებით. გადავხედავთ ახლო დღეებში თუ არის რამე საინტერესო Toyota Supra, GR-ი და ვითამაშებთ რა. მოკლედ მოვედით ჰოასთან. ჰოასს ამერიკიდანაც ჩამოყავს, კორეიდანაც ჩამოყავს და რაც მთავარია, ყველა ეტაპი გამჭვირვალეა და ვიცით, აი მაგალითად ადგილზე რომ მივა დამატებით სურათებს გამოუშვებენ, ნახავთ ყველაფერს, რამე დაზიანება ექნება თუ არა და ყველა ეტაპზე გეუნებიან, სად არის, როგორ არის და ასე შემდეგ. სალამი. ერო სალამი. მოკლედ, ჩვენ გვინდა ძლევს დავადგით საშველი, გვინდა Toyota Supra, ახალი GR-ი. გვინდა უეჭველი 3-დან 0 და ავტომატიკა, იმიტომ რომ ქალაქში მოგვიწევს ბევრი სიარული მაგით და მექანიკით რა გითხრა. ამერიკაშიც უნდა გადავხედოთ. ბაითნაუზე თუ გვაქვს რამე და ასევე ვიცი რომ კორეაში არის სუპრები? კი, როგორია. ხო, მაშ კორეაშიც ნახოთ რა. შეიძლება იყოს რაღაც კარგი ვარიანტი. მოიცა, კორეაში აუქციონებია თუ მარტო ბაითნაუა? არა, კორეაში არის პირდაპირ შესყიდვები რა. ხო. იქ იმიტომ არის ახლა უკეთესი იდეაში, რომ შერისვაც გინდა ყოველ შემთხვევაში. ვიდივართ, ვამოწმებთ ადგილზე, სულ გინახავთ მანქანას, ნუ შეც მოусმენ ახლა რა ვის მუშაობს, როგორ მუშაობს კოლოფიც და ვიზუალურადაც ვნახავთ ესე ვთქვათ რა. ზედმეტი შპაკი ხო არა და ჩვენაზე რა გიქ. ხო, ანუ კორეაში ვაფშე ვთვალიერებთ ესე. კი, საერთოდ. ამერიკა განვიხილოთ. კაი, ესე იგი, წითელი სუპრა სოციალიზმის კაია. კი, ძალიან უხდება. 38 მილი. აუ, მდგომარეობით ესე რომ ვიმშელოთ რა, გარბენი იდეალური აქვს, ასე რომ ვთქვათ რა. ნუ 3800 ახალი არის რა. 3800. აი, არის ავიცელი მომent. 3800 მილი არის დაახლოებით 6000 კილომეტრი. კი. ანუ ვაფშე ახალია ჩათვალე. ეს ერთი ვარიანტი, ძალიან კაი დაზიანებით არის, მე თუ მკითხა, უბრალოდ პირდაპირ სენსორში არის დაზიანებული რა, და Airbag-ს ყველა ვარიანტში გახსნი რა. კაი, ეს იასამნისფერი ვნახოთ. იასამნისფერი კი არა, რა ფერია ეს? ვარდისფერია, ღია ვარდისფერია. ხო, კაი ფერი. კარბონის კაპოტი აქვს, ძალიან მაგარია, დამატებები აქვს წინ. სპოილერი აქვს. სპოილერიც აქვს და დისკები ძალიან მაგარია. არის ცა. აუ, აი სუპრა უნდა იყოს ესეთი. ნახე, უკან ჩასაბმელიც არის. ანუ ვიზუალურად ძალიან კაი მდგომარეობაში ხა იდეაში რას უყურებთ. რა სავალი არის დაზიანებული, თან ეს სავალია დაზიანებული რა. ძალიან კაი ტიპი არის რა. Airbag-ებიც არა აქვს გახსნილი. კაი, მოდი კორეასაც გადავხედოთ. იქი ალბათ ნაკლებად დაზიანებულები არის კორეაში ზოგადად. თუ იშვიათობა. არა, დაზიანებულები ზოგადად ძალიან იშვიათი არის რა. თან ეს მანქანებიც ხა იდეაში კორეის წარმოება არ არის გადაყვანილი. ამიტომაც შემიძლია კითხვა რომ რაღაცა ცენტრის დონეზე ყავთ რა. ოკეი. ესაც გაკეთებული ჩანს. აუ, რა წითელი რა კაია. და ძალიან კარგად ყავს შენახული ხოლმე. აი კორეა ამიტომ უყვარს იდეაში ხალხს და მეც იმიტომ მომწონს პირდაპირ კეთილი რა. თუ ფინანსები ცოტა ესე ვთქვათ მოყვება, კორეა იდეალური ვარიანტი არის, რომ დაუზიანებელი მანქანა ჩამოვიდეთ, გადაგაკეთო ჩამოხვიდე ფორტიდან შენით. ოკეი, ეგ უნდა დავითვალო რომელი მაწოს უფრო მე. ჯერ ეს გამოდის წითელი და ჯერჯერობით
ამაზე გვაქვს შანსები, რომ წესით უნდა მოვიგოთ. ბოლო წამს არ ტყავს, მე მგონი ეწურება ბიუჯეტი. მე მგონი ეწურება. დაიძაბა, აი თვითონაც წურავს, შეხედე $100-ით გამიწურა. აი ბონუს მოვიგეთ ილოცავ. კი. თან ფიურ სეილი არის, და დასტური არ ჭირდება, ეგრევე ჩვენი არის. დავით დაუშვათ სოკარი და გავაგზავნოთ და ვაფშე ყავარ გასწორებს. ისე ამ მანქანის გაყიდვაზე ვფიქრობდი და მე მივხვდი რომ ამ მანქანის გაყიდვას საერთოდ აზრი არ აქვს. ხო და თან 10 წელია მემსახურება, თან როგორ მემსახურება, იცი? მართლა გეუნები ერთხელ არ გაფუჭებულა, არაფერი არ მოსვლია. ვარიატორი გადაცემათა კოლოფი აქვს და ერთხელ აურია. და მაგასაც ვფიქრობდი რომ ამ მანქანაში ყველაზე ძვირადღირებული თუ რამე არის, ეგ არის ვარიატორის კოლოფი. მეთქი შესვლელი მაქვს, მეთქი ვсё დამერხა თქო და იცი რა მოხდა? გასწორდა. თვითონ გასწორდა просто რა. ჩამოვახციეთ. ძლივს გამოფხიზდი და ეხა ნენელა აღვიქვა რაც ხდება, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში, რავი, 10 წლის მერე ძლივს დადგა ეს მომენტი, რომ ჩემი პირადი მანქანა უნდა ვნახო. სადღაც აქ არის, ეხა ჟილეტებს მოგვიტანენ, ჩაგვაცმევენ და ჩვენ კონტეინერთან უნდა მივიდეთ. ნახოთ. მანქანა ჯერჯერობით შიგნით აყენია და არ გამოვიყვანიათ რა თქმა უნდა, ერთად გამოვიყვანთ, დავათვალიერებთ, შევხედავთ ლაივში დავწონით რა არის გასცენ. დაახლოებით კი ვიცი რაც არის ეხეთებელი, მაგრამ უფრო კარგად დავალაგებთ რა უნდა გაკეთდეს და როგორ რა. კაი, ჟილეტები გამოვაცხოთ ხა და წავიდეთ. წარმოიდგინე 10 წელიწადია მინდა აი ეს მომენტი რომ დადგეს 10 წელიწადია და ძლივს დადგა რამდენი ვიდეოში იყო ნახსენები Toyota Supra ალბათ თქვენს გახსოვთ აი რამდენი Supra-ს გადავიღეთ სულ ამაზე ვლაპარაკობდი და აი ჩემი ოცნებაც აი ხან ჩემს ხელმარჯვნივარი რომელიც ნელა გამოდის იმედია მე არ გადამივლის ეხა ისე გამოივლის ეგრევე მობილური სამოღება მიდოდა და გადაღება, просто вообще დავიწყებული მქონდა რომ შენიღებდი პარალელურად. არა და რო ვყიდულობდით, წითელი რო ავარჩიეთ, მეგონა რომ ლაივში არ იქნებოდა მაინდა-მაინც ეფექტური რა, ან შავი მინდოდა ან რაღაცა ეგეთი, მაგრამ ლაივში წითელი Supra ბევრად ეფექტურია ვიდრე ვიდეოებში ჩანს ხოლმე და სურათებში. კაი, ეხა მოკლედ დავდებთ და დანარჩენს ადგილზე ვნახავთ. ყველაზე მეტად რაც მევასება, ანუ რამდენს ვიზახდი, Supra-ს ტრაკია, просто აი სილამაზეს შეხედე. და წითელი ფერი რა მაგრად უხდება ამას. გამოკვეთილია ცოტა მუქი ფერის ფარები, ძალიან კარგად ჯდება დიზაინში. ეხა მოკლედ გადავხედოთ ერთად. ვიცოდი რომ აირბაგები გახსნილი იყო, სურათებში გამოჩნდა ისაც რომ წინა პარბრიზი დაზიანებული იყო და თუ არ ვწდები ეს ან ჩამოგვივიდა, ან ჩამოვა რამოდენიმე დღეში და მთავარი დარტყმა, რაც ჩვენ Supra-ს აქვს, არის აი ეს მხარე რა. ვიცი რომ ცოტა საშინლად გამოიყურება ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ საშინელი ჯერჯერობით არაფერი არ არის. ანუ ძიმე დაზიანება აქვს, არ უნდა კონდეს, არ უნდა იყოს შესული, რომ რაღაც ძალოვანი ნაწილი იყოს სხვაგან წასული რა. მოდი შევიხედოთ ერთი კარგად. რა ხდება? ნუ არჩემი რა პატარაა Supra.
ერთო ჩემო. ეს პლასმასი ახლა გავტეხი. უკვე დავიწყე, დაშლა დავიწყე უკვე. დრიფტ კარად გადაქცევა დავიწყე უკვე. ჩემი რო არის ჯერ ვერ აღვიქვა ამას, იცი? მოკლედ, ამ ყველაფრისთვის ჩვენ ვეძებთ კომპანიას, რომელიც ამ მანქანის გაკეთებაში დაგვეხმარება, დავაყენებთ ფეხზე, ავაწყობთ იდეალურად და საერთო პროდუქტი გამოგვივა ის, რაც უნდა კომპანიას და ჩვენს რა. გვინდა რომ ეს მანქანა რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ იდეალურად, უხარვეზოთ ქარხნული დეტალებით. სხვათა შორის წინა კაპოტის ფასებს გადავხედე და ქარხნული უფრო ძვირია ვიდრე კარბონის, მაგრამ მაინც მინდა რომ ამ ეტაპზე, რადგან ახლა დრიფტ კარი არ არის და ტუნინგებს და რაღაცებს ჯერჯერობით ამას არ უპირებთ, მინდა რომ ქარხნულ მიმართულებაზე წავიდეთ ბოლომდე რა და აბსოლუტურად ყველაფერი იყოს ქარხნული და საღი. გარბენი მე როგორც მახსოვს, ამას უნდა ქონდეს რაღაც 25000 მილისკენ რა. რადგან აირბაგები გახსნილია, გეცოდინებოთ რომ მანქანა არ იქოქება ხოლმე, ანუ კაფსულა არის სპეციალური, რომელიც შეხوار ჩავიხედოთ. მიდი დაიპოვე ხა ამის ორი თითი სად არის,ად უნდა შევუდო რომ გაიხსნას. აქედან არა. ჩვენ გვინდა ბუბუ ეხა. რო ვისწავლოთ ამის გახსნა, სად არის? არა? ბიჭო, შენაირი მანქანა ჩავმივიდა და ბაგაჟნიკი როგორ გავხსნა? ანუ ზამოკი არ გადადის. ანუ ზამოკი გადავატრიალო პროსტო? მოიცა რაღაცა ხმა იყო ერთი წამი. აი, თუ არა და სალონიდან უნდა გადაზვრე? მოგვიწევს კამასუტრა. აუ, მოიცა ერთი აქ კარგად ჩავხედო რა აქ დაზიანება. კარჩე, აქ მე მგონი შეხებული არის, ანუ წანაფხეკივით არის, მაგრამ როგორც ეგეთი დარტყმა მიიღო, ამან მგონი არ არის რა. შესაბამისად ეს ნაწილი მე მგონი გადარჩენილი გვაქვს. თუმცა ალბათ ამებს ყველაფერს რო დავშლით, მე უკეთესად გამოჩნდება რა. ეგე თუ არა. ეგე თუ არა. რა გინდა, სულო და გულო, ანუ ფარი, რავი, ყველაფერი და წინა ისას დევს, რა ქვია, ბამპერიც დევს აქ. მადლობა ძმაო, ჯიგარი ხარ. გადაგეგდო. რო ყიდი მანქანა გადააგდე რა. კაი, მოკლედ, ეხა ამას რატო ვეჩალიჩებით, იცი? აი აქ აქვს Supra-ს და BMW-ს კაფსულა რა. აკუმულატორი ვაფშე ახსნილია. ნახე, კლემები. ცალკე დევს. მაგრამ რადგან აირბაგები არის გახსნილი რა, აი ეს კაფსულა რომელიც არის, მოდი შეხედე. აი უნდა იყოს როგორც ნახე, აი ამაში უნდა იყოს კაფსულა რა. ეს რო ხდება, всё, ანუ მანქანა აღარ იქოქება მერე. და შესაბამისად, იქოქება კი არა, მე მგონი ზამოკის არ გადადის რა და. მოდი მაინც დავაერთოთ ეხა ჩვენ ეს. და შევხედოთ. იმენა ბებერივით უჯდები, ბიჭო, 60 წლის კაცი ვიჯდები. მოკლედ, აკუმულატორი უკან დავამატეთ. თუ დამჯდარი იქნება, ერთი მოიცადე. მაინც გახსნაზე გადავიტანოთ. ოპა, რაღაცები ამუშავდა. მოიცა ერთი წამი. უშები გავწმინდეთ, ეგ კაია. Driving possible chase დამტრეულიაო, ბიჭო, რას მიწერს? ხედავ შენ. დამტრეულიაო, შემოგტენეს. კაი, პეშია. ნუ ясნაი დაქოქვა რო არენდომება ეხა. ჩემი და Supra-ს პირველი ურთიერთობა არის კატასტროფა. მაგრამ მოვარჯულებთ. ცდა მესამე დაქოქვის. ზეთი არ ვიცი დგას თუ არა. ყოველ შემთხვევაში ეს მალე ვერ დავსტუკავთ, მაგრამ თან მაინტერესებდა დაიქოქებოდა თუ არა. მაგრამ ეს ძალიან კარგია სხვათა შორის. ძალიან სასიამოვნოა. B58 რო დაიქოქა. ამ ზეთის გაჩერებას ეხლა რა თქმა უნდა არ ვაპირებთ, ეგრევე ამას გამოუშვებთ. დასაქოქად მაინტერესებდა უბრალოდ, თორე ჩვენ გვაქვს იტალიური ზეთის პონტი პრასვეტი, ეგრევე პაკელოს გავუშვებთ.
ნახავთ რეკომენდაციით სუპრაში რა ისხმევა და მაგას გავუშვებთ, ტუზ მოტორში მივიყვანთ და იქ გამოვცვლით სავარაუდოდ. ან არა, ჯობია ვიყიდო და ჩვენ თვითონ გამოვცვალოთ, მანქანა სანამ დაიწყებს სიარულს. და დანაშენს ალბათ უკვე თბილისში გავვილით და ერთად დავალაგებთ პირველ რიგში რა არის გასაკეთებელი, მეორე რიგში რა არის ნაწილებს ამოვწერთ კიდე, რაღაც ნაწილები შეკვეთილი გვაქვს უკვე, მაგრამ აი ხა ეს დეტალები, აი შიგნით რა ხდება ეს პლასტმასები რა არის დაზიანებული, ამის გარდა არ ვიცი რა, ანუ ვიცით რომ ეს გამოვწერე, ანუ ეს ამას მოსდევს, შიგნით კიდე რაღაც ფარის სამაგრები, კრილოს კი არა, ბამპერის სამაგრები და ეგეთი რაღაცები ყველაფერი გამოსაწერი იქნება ეხლა. ეგ თავისთავად და ნელ-ნელა მივყვებით და გავაკეთებთ რა. ჩვენი პატარა ოცნებები არ არის ბიჭო, ანუ ძალიან დიდი ხანია მინდა. ასე თუ ისეა, ჩვენ სპონსორებს ძალიან დიდი მადლობა რომ აქამდე მოვედით, სუპრა ყავს, თავში სულ მიტრიალდება და მიხარია რომ ძლივს რეალიზაცია დავიწყეთ. და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე განახებთ ტრეკზე როგორ ვადუღებთ ჩვენ სუპრას, ქალაქში როგორ ტასაობთ და რავი რა. გონია რომ მართლა ბავშვით მიხარია ეხა რა. შეიძლება ვერ გამოვხატავ ხოლმე ემოციებს ყოველთვის. ისე როგორც შიგნიდან დუღვარ ხოლმე, მაგრამ საავტომობილო თემა და მანქანების ყიდვა, თან ცოტა ესეთი მანქანების ყიდვა და თან აი ეს იაპონური პეცი რო აქვს რა, არის ჩემი სისუსტე. აი მართლა ძალიან მიხარია. და ერთი სული მაქვს რომ აი როგორ ვქნათ, იცი რომ აი გაზიზინებული, გაპრიალებული რო იქნება და ესე გადმოვიდე და განახოთ რომ აი ჩემი წითელი სუპრა. ხოძეა, დადის ძალიან ჯანზეა. და მე კიდე რაღაცებს დავამატებთ. არ ვიცი ხო, თავში არ მომდის ყველაფერი რა. კაი, всё, ეგ არის, მოკლედ. წავედით ხა თბილისში, დავალაგებთ, ევაკუატორს დაველოდებით, გავაქანებთ ამასაც თბილისში და ჩაუждებით და გავაკეთებთ ყველაფერს ერთად. ძლივს გათენდა ეს დღეც, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწია ლოდინი, ეს არის მესამე დღე წარმოიდგინებ, შაბათს ხო ვიყავით კონტეინერის გახსნაზე. კვირა ველოდეთ, ორშაბათი ველოდეთ და აი აღდგომებმაც რო გადაიარა, სამშაბათს წამოვიყვანეთ ევაკუატორით სუპრა. ნუ საბოლოო ჯამში ხა ევაკუატორი გადავწყვეტეთ იმის გამო, რომ დღეს უკვე დასვენებულზე, დაალაგებულზე სუპრას გადავხედავთ კიდე კარგად, იქ არ ქონდა ხა ბევრი საშუალება რომ რაღაცები მოგვეხსნა და აგვითარიელებინა, მაგიტომ ეგრე დავლაგდით რა. და ადრე თუ გახსოვს რაღაც ვიდეოებში ვიძახდი ხოლმე ევაკუატორის თემები როგორ მარტივად მოვაგვარეთ. თოოს აპლიკაციაა, ნიშნავ პირდაპირ A პუნქტიდან B პუნქტამდე წინასწარ თანხას გიწერს. მესამე ფაქტორი არის ნდობის ფაქტორი, იცი რომ ვინმე ტიპი არ არის ფიზიკური, რომელიც შეიძლება სუპრასთან ერთად გაქრეს, ხო და კომპანია დგას მაგის უკან და რაც თავარია, ხო, ეხა გამახსენე. აქვს ტრეკინგი რა. აი ხა მაგალითად აი აქ არის ჩვენი სუპრა, ნახე? აი აქ. და მოდის ჩვენსკენ და გზას შეიძლება გადავიკვეთოთ ვაფშე. და გზიდანაც გადავიღებ ჩვენ კაი კადრებს. ნუ ხერა სუპრას მა. აუ იმენა 100 მასისა მაგ დარჩენილი. 100 მას ვიდეო თუ არ გაქვს ნანახი, ამოვანათ მაგ და უყურეთ. ძალიან ვიღადავეთ, მართლა ძალიან კაი დრო ვატარეთ და მადლობა კიდევ ერთხელ შოთიკოს, ძალიან მაგარი ადამიანია სტუმრობისთვის. მოკლედ ევაკუატორს ველოდებით მოვასწარით, თოოს აპლიკაცია კი გვაქვს ხა, მაგრამ აქვე უნდა იყვნენ წესით. ხო, აქვე არის. სხვა რა გზა? დალოდების პროცესში მაგრად ასწორებს ხოლმე კროკოს კრეკერები, ლოდინის დროს ეგრევე კლავს. წუთი-წუთზე მოვლენ და ჩვენ სუპრასაც ჩამოვაგდებთ ცოტა ხანში.
მოკლედ ზერს კი ნომერი მოხსეს იქ დროებით, ტრანზიტერზე ანომრებით ვიქნებით და მე მოკლედ ნომერზე ვფიქრობდი რომ ხერო ავიღო თუ ძალიან ისეთი არის, ხერო ძალიან გოიმური არ არის? ან ჰირო უნდა იყოს ხეროს მატჩი. ან ხერო. მოკლედ არ ვიცი, დაწერე კომენტარებში და ერთ-ერთს გადავწყვიტავთ რა. და ჩვენი რამე მანქანები რაც ჩამოვახომე, მაგ სერიას უნდა გავყვეთ ყველა ვარიანტში. მინდა რომ უბრალოდ წინ და უკან 2 მეტრი მაინც გავიარო, რომ ნახოთ გადაცემათა კოლოფის რამე პრობლემა გვაქვს თუ არა. არ ამგონია რომ იყოს, მაგრამ მაინც მინდა რომ დავწუნდე რა. ხოიც ეშმაკს არ ძინავს რო იძახი. Easy. აუ რა გაბოლა. იზეთი ვნახეთ. ეს პირველი გატარება გვაქვს, იცი? კაი, ჩავიდე, ხო? ჩემი სახე ჩანს? ბედნიერი სახე მიჩანს? სკოპჩები წამოყვა. კარჩე მუშაობს. ტყილა დავიზმენდი იმაზე. გაიცემა კოლოფს რაღაც ხო არ ჭირს მეთქი, ანუ ვაფშე სხვა მესიჯია ეგ თურმე. მე გამოვიკითხეთ და პრობლემა არა აქვს რა. თავარი რომ დადეს, ყველაფერი რიგზე ჩანს. დანარჩენს მივხედავთ რა. რავი, ჯერჯერობით ეს არის. რამე კაი კადრები თუ გავაძრეთ კიდე დღეს ჩავსვათ უეჭო. თუ არ და ჯერჯერობით ეს არის და მე გავაგრძელებთ უკვე ამის აპდეიტებით რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და ასე შემდეგ რა. თავარი არის რომ სუპრა დაიდო.